31 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა გამგებლის შესარჩევი ბოლო კონკურსი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად შეიქმნა საკონკურსო საატესტაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით. დავით ბელქანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. ზურაბ ხურციძე კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციას საჩინოს აღმასრულებელი დირექტორი, საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. რევაზ ახალაია ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მრჩეველი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის წევრი. მარინე შანავა შეპესე შანას დირექტორი, კომისიის წევრი. ნინო გაბულდანი ქალაქ ჯვარის ნომერ 2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, კომისიის წევრი. დოდო შელია დროებით უმუშევარი, კომისიის წევრი. კოტე ჩიქობავა ფსიქოლოგიის მასწავლებელი, საზოგადოება წალენჯიხელის წევრი, კომისიის წევრი. მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ განხილული იქნა თითოეული კანდიდატის პროგრამა. აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე პრეტენზიას გამოთქვამდა 44 კანდიდატი, მათგან კომისიის მიერ კონკურსის მეორე ეტაპზე გავიდა 14. ესენი არიან ოთარ ბელქანია, გოგა გულორდავა, გოგა ვეკუა, ნუგზარ კალანდია, მერაბ მორგოშია, თამას შანავა, ბერდია კალანდია, გოგი კვარაცხელია, გერმანე ფიფია, თამარ კვარაცხელია, გიორგი ხარჩილავა, ბესარიონ ძაძამია, ქეთო ჭანია და ტარიელ ჭურღულია. 14 კანდიდატიდან ერთი თამარ კვარაცხელია კონკურსის მეორე ეტაპზე გასაუბრებაზე საერთოდ არ გამოცხადდა, ხოლო 3 კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ, ნუგზარ კალანდიამ და გერმანე ფიფიამ საკუთარი კანდიდატურები მოიხსნეს. საბოლოოდ საკონკურსო საატესტაციო კომისიამ გამგებლობის 10 კანდიდატიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე საკრებულოს წარუდგინა პროფესიით იურისტი 34 წლის გოგა გულორდავა. წინა ხელისუფლების დროს გოგა გულორდავას კონტროლის პალატაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა. ამჟამად კი მუშაობს კლინიკა ოქსფორდ მედიკალ ჯორჯიაში. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა კანდიდატმა საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მას ვარსკვლავთ ბიჭუნაც კი უწოდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალ გამგებელს საკრებულო 16 იანვარს დაამტკიცებს. აი მინდა დავსვათ კითხვა კონტროლის პალატასთან თქვენ ვარსკვლავთ ბიჭუნასავით ახართ წარჩინებით დააგემთავრებიათ პირველი სკოლა, მერე კიდე სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩვენი უნივერსიტეტი, ასე თქვა, სასახელო, რომელიც მეცხრე დამთავრებული ჯავახიშვილი, იურიდიული ფაკულტეტი და მერე კიდე სულ პირდაპირ კონტროლის პალატა, ესე უზენა ეს ორგანოური მაკონტროლებელი და იქაც პირდაპირ უნივერსიტეტიდან მოხვედრ ხართ. თქვენ ისეთი, ასე ვთქვათ, რეკლამირებული საწარმოს, ასე ვთქვათ, დირექტორი თუ ხელმძღვანელი ბრძანდებით. ოქსფორდ მედიკალ ჯორჯია, ხო? ძალიან ისეთი ხმაურიანი ისა. კლიპებით და ხო და სულთლად ასეთი გიარია. ხო და მე რატომ გისვათ ამ კითხვას? რამ განაპირობა, ასეთ ნორმალურ მართლაც საპასუხებლო ადგილი უკავია ადამიანს იქ თბილისში. სამსახურის მოძებნილი გავდა. ალბათ ხელფასიც არ იქნება, სულთლად პატარა. არც ის. არ მაქვს უფლება ახლა ჩაგეკითხოთ მანდ-ამაინც, მაგრამ ხო რაღაც мотиваცია ისეთი სერიოზული უნდა იყოს, რომ ყოფნით ჯამაგის ყოფნით. ხო და ეს საინტერესოა, მაშინ რა თბილის სულ გარემოს ტოვებთ, იქ ოჯახი ყავთ, რაღაცა აქეთ წამოსვლა мотиваცია რა. რა თქმა უნდა, ამაზე ნაფიქრი მაქვს. ერთი რაც არის, მართლა აქ გავიზარდე. პირველი თბილისში დავიბადე და აქ გავიზარდე, სკოლა არ გავახარე. რაიონის ოჩინთოში ქალაქის უდიდეს ნაწილს მოსახლეობისას ვიცნობ. მართლა ახლა იმაში არ ჩამითვალოთ ის, მაგრამ ახლა ძალიან მეყვარს ჩემი რაიონი რა და ვიდრე რაღაცის გაკეთება უნდა მცირეოდენის ის რაც თქმა უნდა წარმოადგენს ორგანოების ამ თელ გუნდთან ერთად იმის
მისდიან რაღაც შემოადო და შევიზი. ჩემი შეხედულებით საუკეთესო იყო ბოლოს კანდიდატებს შორის შანავა და აი გულოდავა. თუმცა აქ სულ რაღაც მიათედებმა გადაწყვეტა გულოდავა მე მომეწონა კარგი ბიჭი იყო ისე როგორც შანავა. თუმცა ახალგაზრდა ბიჭია და მიულოცავ, ეს არის პერსპექტიული, ძალიან ჭკვიანი ბიჭია და ფაქტობრივად როგორც ვიცი, ნეიტრალური პოზიციას უკავია, რაც მისასალმებელია და ამდენად ახალგაზრდა პერსპექტიულია და გაუხსნათ გზა. ტრადიცია ახალგაზრდას არა რომ გამოცდილება არ ქონდეს, საკმაოდ გამოცდილი არის საპასუხებლო სამსახურებში ნამუშევარია ეს ბიჭი და ფაქტობრივად ის ეკონომიკა, ის მართვა და ამდენად გადაწყვეტილება ვფიქრობთ სწორი იყო კომისიის ყველა წევრის შეფასება თითქმის ემთხვეოდა ერთმანეთს და ამდენად ქულების აი მცირედმა რაოდენობამ გადაწყვეტა გულოდავას ბედი ამ შემთხვევაში რომ ის წავდგა საკრებულოს წინაშე გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. საზოგადოებაშიც და აქაც კანდიდატები რამდენიმე კანდიდატისგან ითქვა რომ თითქოს ეს ჩაწყობილი იყო, ვინ უნდა ყოფილიყო გამგებელი და ვისაც ასახელებდნენ, არ გამართლდა ეს. რა თქმა უნდა, არ გამართლა, იმიტომ რომ მაქსიმუმი დამოუკიდებლობისა გამოიჩინა კომისიამ. რა თქმა უნდა, გული მწყდება ბატონ თამაზ შანავაზე, რომელიც ჩემი ფავორიტი იყო, ასე ვთქვათ. და რა ვიცი, ძალიან მობილიზებული, ძალიან მებრძოლი, ძალიან პრინციპული, უპატიოსნესი კაცი, რა ვიცი, ცხოვრებისეული გამოცდილებით. მაგრამ კომისია იმის კომისია რომ იყო გარკვეული ცოტათი ასთა სხვადასხვაობა და სულ ცოტათი განსხვავებით ასე ვთქვათ მოხდა ერთი ქულიც ასე ვთქვათ სხვაობა მათ შორის მაგრამ მე ვისურვებ რომ თამას უფრო დიდი ასპარეზი ექნება რა ვიცი მე ვთვლი ასე რომ ეს არის ძალიან ღირსეული პიროვნება რა ჩემი აზრით და მართლაც გამოადგება როგორც წალენჯიხის რაიონის ისე სრულიად საქართველოს და ალბათ მომავალი კიდე უფრო ახალ რაღაცებს გამოაჩენს, რომ რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ თამაზი ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატურა იყო ამ თანამდებობაზე. ახლა კომისიის წევრებმა ყველამ თავისი ქულები დაწერა დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა და მე რო შევაჯამეთ ერთი ქულა გამოდგა სხვაობა. რასიზმ ხდება ხოლმე ასე, მაგრამ ვფიქრობ, რომ თამაშანავა ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იყო ამაზე, რომელიც იმსახურებდა ნაღდად ყველა პოზიციაში გამგებლობას. 2013 წლის 11 იანვარს გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი. მეორე ეტაპზე პირველი ეტაპიდან გადაყვანილი იქნა 14 გამგებლობის კანდიდატი. რეგისტრაციაზე გამოცხადდა 13 კანდიდატიდან 3 გამგებლობის კანდიდატმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. გასაუბრება გაიარა 10 კანდიდატმა. საკონკურსო საატესტაციო კომისიამ გამარჯვებულად გამოავლინა გოგა გულორდავას კანდიდატურა, რომელიც წარედგინა მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე 2013 წლის 16 იანვარს განიხილავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე გოგა გულორდავას კანდიდატურას. თუ რას ფიქრობენ გოგა გულორდავას გამგებლად დანიშვნასთან დაკავშირებით წალენჯიხელები, ამაზე ტელეკომპანია ჯიხამ ქალაქში გამოკითხვა ჩაატარა. როგორც გავიგი ახალგაზრდა კაცი არის ამბობენ თვითონ პირადად არის მაგრამ ესე შესანიშნავი ბიჭი არის რაიონ წაიყვანს ამბობენ და ღმერთმა ასე ქრას ჩვენ ეს გვინდა ახალგაზრდა კაცი ნამდვილად უნდა იყოს მართლა სათავეში სხვა უნდა ვთქვა როგორც გავიარე ქუჩაში ყველა აქებს აქაური კაცი ყოფილა ჩვენთან გაზრდილა და ჩვენებური კაცი გვინდა ყოველთვის და აი ირა ჩამოსულ რა თქმა უნდა იჯობია ღმერთმა გაუმარჯოს კარგად ამყოფოს და რაიონის კეთილდღეობა გონახოს ჩვენ მეტი ადრიან არ ვიცი რა თქმა უნდა ახლა ეკონომიურად ძალიან უჭირს წალენჯიხელებს ამერეა რომ გამოსოდეს ეს სიტუაცია შემდეგ კადრების შერჩევა უნდა მოხდეს თანდათან დაინახავს ისეული პიროვნება იქნება რეზულტატ ჩაატარებს რეფორმებსაც მე ასე უნდა გაიგოს აი როგორ მოიხსენი ჩემი კანდიდატურა ვიცი გასაგებია მაგრამ აი გოგა გულორდავა გახდება მალე გამგებელი აი რა სიტყვით ამ პიროვნების შესახებ რამდენად გაართმევს თავს
არ მიპასუხეთ? ჰა? არ მიპასუხეთ? ახალგაზრდა კაცია და ახალგაზრდა კაცი ახლა რატომ უნდა თქვას კაცმა რომ არ გაამართლებს, რა ვიცი. რატომ უნდა ეთანხმებით მის კანდიდატურას? ჰა? ეს კომისიამ გადაწყვიტა და ახლა მე როგორ რა უფლება მაქვს რა არ დავეთანხმო. მას ძალიან ახლოდან არ ვიცნობ, ვიცი რომ ეს არის წალენჯიხაში გაზრდილი, კარგ ოჯახში, კარგი ახალგაზრდა არის და როგორც მითხრეს, საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. ახლა გამიჭირდება დაბეჭითები თქვა, მაგრამ სურვილები შემიძლია გამოხატო, მე მას უსურვებ წარმატებას და ის რაც არის წალენჯიხაში პრობლემები დაგროვილი თანდათანობით დაეძლიოს რაიონის ხელმძღვანელობასთან ერთად. მგონია რომ ახალგაზრდა კაცია და შეძლებს ამ არც თუ ისე მსუბუქი ტვირთის აწევას, უფრო სწორი იქნება მძიმე ტვირთის ზიდვას. კომპეტენტური კომისიის გადაწყვეტილება ჩვენ მიგვაჩნია სწორად. ძალიან სწორი არჩევანის გააკეთა. ახლა იმასაც ვერ ვიტყვი რომ არანაკლები კანდიდატურები იყო, ყველა ღირსეული კანდიდატური იყო, ყველას ცალ-ცალკე რო ავიღოთ, ყველას ხდებოდა, მაგრამ რახან ამაზე შეჩერდა ჯერი ბატონი გოგა გულორდოვაზე, ჩვენ მიგვაჩნია რომ სწორი გადაწყვეტილებაა. წალენჯიხელია ბატონი გოგა, ჩვენი ცნობილი კარგი ოჯახის, ქალბატონ ლუარას შირიმ თოლთვაძეს ოჯახის შვილიშვილია, წალენჯიხელში გაზრდილია და ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ის გაამართლებს და ღირსეული კანდიდატი იქნება. ჩვენ რა გვინდა წალენჯიხელების მხარდაჭერაც სჭირდება მაგას და მე უწოდებ წალენჯიხელებს რომ ყველამ დაუჭიროთ ხარი, გვერდში ამოუდგეთ და იმუშავებს ახალგაზრდა კაცია, ახალგაზრდა კადრია, უნდა გაიზარდოს ახალგაზრდები და გვერდში ამოუდგება და ვინც უღირსია და ვინც მართლა ვერ იგებს ჩვენი სწორს მიმართულებას, იმისგან უნდა განთავისუფლდეს საზოგადოება, რა თქმა უნდა. პროცესი რომელიც გამგებლის კანდიდატურის არჩევას ეხებოდა წალენჯიხაში, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება წარედგინა ერთ-ერთი კანდიდატი გოგა გულორდოვა. თქვენ დამისვით კითხვა რა შეძლებს თუ არა ეს კანდიდატი დასმული პრობლემების გადაჭრას. ფაქტიურად ამაზე წინასწარ პასუხის გაცემა რთული არის, მაგრამ მე იმედოვნებ რომ ასეც მოხდება და ჩვენ ვალდებული ვართ ყველამ ამაში ხელი შეუწყოთ. და იმედი მაქვს მოგეცემა ყველა სამი საშუალება. ღმერთმა ხელი შეუწყოს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ისეთი შედეგები ჰქონდეს, რომელიც ჯერ წალენჯიხის სინამდვილეში არ ქონია არც ერთ გამგებელს და ყველაზე უფრო წარმატებული იქნება. მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ახალგაზრდა კაცია. რაიონში ბევრი სიტულებები არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ თავს გაართმევს ალბათ. ნახოთ, წარმატებებს უსურვებთ. დაამტკიცებს თუ არა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ გამოვლენილ გამგებლობის კანდიდატს გოგა გულორდოვას ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.